ვაშა ალმატის კაირაც ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. ალმატის, რომელიც არათუ ევროპაში არა, საერთოდ აზიის გეოგრაფიულ ცენტრშია. ალმატის კაირატი ითამაშებს ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე და საქართველო ევროპიდან ვარდება. არა მარტო საფეხბურთო ევროპიდან, არა, ლიგებს არ გულისხმობ. წყალსაც წაუღია საერთოდ. საქართველო უბრალოდ კარგავს ადგილს ევროპაში, თავის კუთვნილ ადგილს. 31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ ქართული ოცნებისთვის დათმობილი ვადა დათმობებისთვის. თუ მართლა გინდათ ევროპა, აი ესენი უნდა გააკეთოთ. თუ არა და იცოდეთ, გართმევთ უკანასკნელს და ყველაზე მნიშვნელოვანს რაც გაქვთ, უვიზო მიმოსვლასო. ქართული ოცნება, რომელიც რუსულია, არათუ დათმობაზე არ მიდის, არამედ პირიქით უმატებს და უმატებს ანტიდასალურ გრადუსს. ერთმანეთის მიყოლებით იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ ევროპისკენ და ზოგადად ცივილიზებული სამყაროსკენ მიმავალ გზას გვიხერგავს. რა თქმა უნდა, ამისთვის მადლობებს იღებს მოსკოვიდან. რუსი პროპაგანდისტებისგან, პოლიტიკოსებისგან, ჩინოვნიკებისგან, ვისგან აღარ. უკრაინელებს რომ უთხრა იანუკოვიჩმა არ გვინდა ევროპაო, ისევ რუსი გვირჩევნიო, გამოვიდნენ ქუჩაში და სამოქალაქო გმირობის ეპოპეა შექმნეს. ამიტომ არის სიტყვა მაიდანი უარყოფითი დატვირთვის არა მხოლოდ პუტინურ, არამედ პროჭორვილურ ლექსიკონებში. სინამდვილეში მაიდანი ნიშნავს ხალხს, რომელიც საზოგადოებად შედგა, თანამედროვე ერად ჩამოყალიბდა. იცის საკუთარი უფლებები და აქვს მიზნები და მზადაა იბრძოლოს. ის რომ მაიდანი სისხლით პუტინმა და იანუკოვიჩმა შეხებეს, ამ ადამიანების ბრალი არ არის, მათი გადახდილი ფასი აიძულეს. ევროკავშირის კარი ღია, გულითა და სულით მიგიღებთ. უთხრა კანცლერმა მერცმა პრეზიდენტ მაია სანდუს რამდენიმე დღის წინ მოლდოვას დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. Bonsoir à tous. მაკრონმა მოლდოველებს მათ დედაენაზე მიმართა. პოლონეთის პრემიერმა ტუსკმა კი რუსული პროპაგანდის დიდი გამოცდილებით საერთოდ ქოცებს უპასუხა. თქვენ სწორი გზა აირჩიეთ, თქვენ აირჩიეთ მშვიდობა და ჩვენ მხარს გიჭერთ ამ ცდელობაში. ეს პასუხი იმათ, ვინც თავს იდებილებს, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია მაინც და მაინც ომს ნიშნავს. რომ იცოდეთ, ზუსტად ასევე აშტერებენ რუსები ხალხს, ყველგან სადაც მიუწოდებათ ხმა და ხელი. უბრალოდ, განსხვავება ის არის, რომ სხვა ყველგან ამას ფსკერის მარგინალი ოპოზიციონერები ამბობენ და მხოლოდ საქართველოში ყველაფრით უნიკალურ ქვეყანაში ამას ამტკიცებს ხელისუფლება. ხელისუფლება წოდებული დაჯგუფება. მართალია, ასევე პოლიტიკური ფსკერის მარგინალები. ეს არის ვაშა გადაცემა თენგის გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, ваше გადაცემა.